სმენა დაქვეითებულ პირთა კავშირის წევრები პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. როგორც დღეს კავშირის წევრებმა განაცხადეს, მათ ხელმძღვანელობას ან კონკრეტული ბრალდებები აქვთ. მათი განცხადებით კავშირის ქონება გასხვის და გაფლანგულია. კავშირის წევრებმა მთავარ პროკურატურასთან დღეს აქცია გამართეს. მათ ამირან ბატატუნაშვილის და მაია მეტონიძის წინააღმდეგ საქმის განახლება და ძიების დაწყება მოითხოვეს. ძიების დასრულებამდე კი კავშირის წევრები პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. სმენა დაქვეითებულ პირთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პირები, რომლებმაც აქცია გამართეს, კავშირიდან გარეცხურები არიან და მათ პირადი ინტერესები ამოძრავეთ. საჩივარი შევიტანეთ, ყველა მოგვაქციოთ ყურადღება. ეს 2006-დან ეს ყველაფერი 2006-დან 2015 წლამდე ჩატარდა, აღალბებენ ესენი ყველაფერი. ჩვენ ხალხი ყავს ბევრი, ძალიან ბევრი ხალხი ციყვნენ. გვინდა ჩვენ რომ მოვითხოვთ, რომ ეს გადადგეს, ეს მისი მეუღლე, ოჯახი, მოკლედ, ყრუთა საზოგადოება მთელი მიწის თანაფისაო და ოჯახი მუშაობს. ეს არ შეიძლება. საჯარო რეესტრიდან ძალიან თავისუფლად შეიძლება ეს ნახოთ ჩვენ მოღვაწეობის პერიოდში, რამდენი ქონების პრივატიზაცია გავაკეთეთ. თუ პროკურატურა ასე გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა შეგვიჩეროს უფლებამოსილება, გადაწყვეტოს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სამართლებრივი გზით უპასუხოთ.